სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი, სერბი, მოგვითხრობს ევროპელი ადამიანის შესახებ, მისი ტკივილის შესახებ, მისი ტანჯვის შესახებ, მისი დაცემის შესახებ. ადამიანი, ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი, რომელიც ევროპის გულის გულში ცხოვრობდა, სერბეთში. მან დაამთავრა ოქსფორდის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი, შემდეგ ათენში მაგისტრატურა და ღვთისმეტყველების პროფესორი გახდა. მაგრამ მან კაბინეტური ღვთისმეტყველება გაცვალა მონოზნურ ცხოვრებაზე, დაბრუნდა სამშობლოში და შემდეგ, სადაც მის სამშობლოს სერბეთს ყველაზე მეტად უჭირდა მისი თვალსაზრისით, ჩერნოგორიაში, ჩელიეს მონასტერში აღიქოცა მონოზვნად და შექმნა ეპოქა ღვთისმეტყველებისა, თანამედროვე ღვთისმეტყველებისა, რომელიც უძვირფასესი მარგალიტებივით არის მიმობნეული მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში, მრავალი წიგნის და ქადაგების სახით. საგულისხმოა, რომ იგი დაიბადა ხარება დღეს და აღესრულა ასევე ხარება დღეს. მისი სახელიც საერო სახელი იყო ბლაგოე, ანუ ხარება. მოусმინოთ ღირს მამას იუსტინე პოპოვიჩს, განსაკუთრებით მე მინდა გავამოხილო ყურადღება მათ მიმართ, ვინც ასე ბრმად, უაზროდ გაიძახიან, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ჩვენი გზა არის ევროპისკენ. მოусმინოთ ნამდვილ ევროპელს, ღირს მამას იუსტინე პოპოვიჩს. ევროპულმა ჰუმანიზმმა ჩვენს პლანეტას ადამიანი გარეშე მოარტყა, თითქოს ადამიანი პლანეტას ჩამოაცვა თავზე და ყველაფერი დროებით და მუდმივად ბრძოლისათვის გამოუსადგართ, გაუკეთა მობილიზება. ყოველგვარი ზეადამიანურის წინააღმდეგ საბრძოლველად, ყველანაირი გასასვლელი ადამიანითაა ამოქოლილი, რომ არაფერმა ზეადამიანურმა არ გააღწიოს ადამიანური ცხოვრების სფეროში. ზეადამიანურში ამ შემთხვევაში იგულისხმება სულიერი სამყარო. თავის გზაზე მიმავალი ადამიანს შემოსილი ჩვენი პლანეტა მთვრალივით ბარბაცებს, მაგრამ იმ ქვეყნიურის თავდასხმა მაინც საშიშია. იმ ქვეყნიურმა თავისი შემაშინებელი გამოცანებით, როგორც ცეცხლოვანი ისრებით დაცხრილა სხეულიც და სულიც ადამიანისა, რომლითაც მოცულია ჩვენი მშვენიერი პლანეტა. გამოცანებით ადამიანი დაცხრილულია, მისი სხეულიც და სულიც გახდა ცხავი. შეუძლია კი ცხავს შეაჩეროს იმ ქვეყნიური საიდუმლოებათა ქარიშხალი, რომელიც დღისითაც და ღამითაც გულმოდგინედ უბერავს უსასრულობის პირქუში სიღრმეებიდან ჩვენს ვარსკვლავს. ჰუმანიზმმა დაიფუძნა თავი ადამიანზე, როგორც ახალ და გადამნარჩენელ სახარებაზე, ისე რომ ვერც წარმოიდგინა, რომ ნებისმიერი სახარება აპოკალიფსით მთავრდება. დააფუძნა რა თავისი ადამიანზე, ჰუმანიზმმა დააფუძნა თავი ვულკანურ ნიადაგზე. ვულკანებმა კი დაიწყეს ამოფრქვევა. აი უკვე დაიწყო ევროპელი ადამიანის აპოკალიფსის დასაწყისი. ეს ქადაგება დაითქვას, რომ არის დაწერილი დაახლოებით 70-80 წლის წინ და როგორი აქტუალურია დღესაც მისი ესაუბრები. ჰუმანიზმმა მხოლოდ გაჩხაპნა ადამიანური არსების კანი და ყოველი ნაკაწრიდან თითო ურჩხულმა დაიღრიალა. ყველა ვულკანური ყელი სუნთქავს, ხრიალებს და არყებს მიწას. მათ გვერდით არიან ფუტურისტები, დეკადენტები,
ანარქისტები, ნიჰილისტები, სატანისტები და ხარბად წერენ რა სარდაფებში აპოკალიფსური ეპოქის ადამიანის მატიანეს. არ არცხვენიათ არანაირი სისაძაგლის, ვინაიდან აპოკალიფსური ეპოქის სიმბოლო არის ყველანაირი სისაძაგლის, უწმინდურობის და საშინელის გაშიშვლება. ამ სიმამაცის უფლებას მათ აძლევს მათი მამა ჰუმანიზმი, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ მის არსს, მის მოდგმას. ჩვენ ვიქადაგებდნენ ჰუმანიზმს, ლიბერალიზმს, ადამიანის უფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ასე შემდეგ. და ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ ორმაგი სტანდარტები ადამიანის სიტყვის თავისუფლების მიმართ, ადამიანის უფლების მიმართ, ზნეობის მიმართ, რწმენის მიმართ. გახსოვთ ხომ ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც აქ ჩამოვიდა, ორჯერ გათხოვილი კაცი, რომელიც ჩვენ ეკლესიას, ჩვენ სარწმუნოებას სიბნელეს უწოდებს. ასე შეურაცხყო მან ნათელი ქრისტესი, მართლმადიდებლობა, ჩვენი ცხოვრების წესი და ამ ადამიანის გვერდზე დგას დღეს ჩვენი ახალგაზრდობა და ასევე მოზრდილი ადამიანებიც. მას ხელს ართმევენ, მასთან სურათებს იღებენ. ადამიანის გვერდით, რომელმაც თელს ერს ჩვენს რწმენას, ჩვენს ზნეობას მიაყენა შეურაცხყოფა. აი დაცემა უკვე ქართველი ადამიანის. არა მარტო იმ ევროპელის, რომელიც უკვე აღარაფრად თვლის იმას, რომ საქართველოში იმყოფება ორჯერ გათხოვილი და არც ხვენია. არამედ ქართველი ადამიანის მდგომარეობას, რომელიც მის გვერდით დგას და ევროპულ დროშას აფრიალებს. აი ასეთი ევროპა უნდათ მათ, ვინც ასეთი ადამიანების გვერდზე დგანან. და რომ არ სულდა ისე ჰუმანიზმმა მოაწყო ადამიანის საშინელი გამოფენა, გამოიტანა რა საჩვენებლად ყველაფერი ადამიანური, არასოდეს უხილავს მზის სინათლეს უფრო საშინელი გამოფენა. ადამიანი შეძრუწუნდა, ვინაიდან ადამიანი ეს არის რაღაც, რისიც ყველაზე მეტად უნდა გეშინოდეს. თქვენ არ გჯერათ? გახსენით მისი არსების ყველაზე ღრმა სამალავები და გაიგონებთ, როგორ ყმუიან იქიდან აპოკალიფტური ურჩხულები. ჩვენი დროის აპოკალიფსი თავისი აღიარებებით გვანადგურებს. ადამიანში დამეგობრდნენ ისეთი საშინელებები, მანამდე ერთმანეთს რომ არ იცნობდნენ. ეთყობა ჩვენმა ძველმა პლანეტამ გადაწყვიტა დაასრულოს ადამიანში თავისი არსებობა. დაასრულოს აპოკალიფსური ანარქიულად და მხურვალედ მისი ატმოსფერო, გახდა საკმაოდ ფეთქებად საშიში. ყველა კოსმიური წინააღმდეგობანი ხვდებიან მასზე, რათა შეხვედრისას აფეთქდნენ. სამწუხაროდ, მას მიჩენილი აქვს ადგილი სამყაროს ყველაზე დაწყევლილ გზაჯვარედინზე. მასზე გადაკვეთილია ყველა გზა სინათლისა და წყდიადისა, ტკივილისა და სიხარულისა, ტანჯვისა და ნეტარებისა, სიცოცხლისა და სიკვდილის გზები. ყოველი ციური სხეული თავის ერთ გზას გადის მისი მეშვეობით. ამიტომაც გახდა დედამიწა ყველა ტკივილის თავშესაფარი და ყველა გზის გზაჯვარედინი. ცხოვრება დედამიწაზე ისეთი მტკივნეულია, რომ ადამიანი უნდა კითხულობდეს გაკვირვებული. ყოველ მზის სხივს ნეტად ტკივილი ხომ არ მოხვება. ამიტომ ხომ არ არის დედამიწა ტკივილების უზარმაზარი ოკეანე. ყოველ სხივთან ერთად ჩირქის თითო წვეთი ხომ არ წვეთავს. მაგიტომ ხომ არ არის ჩვენი დამწუხრებული პლანეტა სამყაროს ჩირქგროვა, რომელშიც მთელი კოსმიური უწმინდურება, მთელი კოსმიური ბოროტება, მთელი კოსმიური სიბილწერო მგროვდება. ადამიანური ცხოვრების საშინელება მრავალგვარია და ულმობელი. ეთყობა დედამიწა განწირულია იყოს გზაჯვარედინი მოჩვენებისა, რომელნიც მცირე დროით იმოსებიან სხეულით, გამოცდიან თავს
მოიზომებენ მატერიას, რათა საბოლოო ტირილითა და წყევლით მოიძრონ თავიდან სხეულებრივი ნაჭუჭი. ჩვენი ფანტასტიკური რეალობების ტრაგიზმი აიძულებს ადამიანს შეუქმნას თავის თავს ღმერთები. ეძებოს ღმერთები იქ, სადაც ისინი არც იმალებიან. ყველაფერი, რაც ადამიანისათვის არის უჩვეულო და აღმატებული და თავის ბუნებით უფრო რთული, ღვთაებადაა თავს მოხვეული. ადამიანზე და ბუნებრივია, რომ ადამიანს ჰყავს მრავალი ღმერთი. ისიც არ არის გასაკვირი, რომ ის მრავალ ღმერთიანობას მისდევს. მრავალღმერთიანობა არის სამყაროს მრავალფეროვნების შედეგი. მთელი სამყარო და ყოველი ნივთი ტანჯვაა სულისათვის. ვერც ერთი ტანჯვის ახსნას ვერ ახერხებს ადამიანი თვითონ და მირბის ღმერთებთან. მრავალ ტანჯვას მიჰყავს მრავალ ღმერთთან. ამიტომაც შექმნა ადამიანმა თავის მტანჯველ ისტორიულ გზაზე მრავალი ღმერთი. ძნელია გარკვევა მათში. ყველა თავის თავს თავაზობს და ტანჯვები აიძულებენ ადამიანს მათ მიღებას. რა ღმერთებია ეს? ეს არის სრულ რელიგიები, რომელიც ადამიანმა მოიგონა. ეს არის სრულ რელიგიური მიმდინარეობები, რომელიც ადამიანმა მოიგონა. ეს არის ის ვნებები, რომელსაც დამონებულია ადამიანი. ვნება ხიბლისა, ვნება ამპარტავნებისა, სიამაყისა, ვნება სიძვამრუშებისა, ვნება ანგარებისა, მომხვეჭელობისა, ვნება სიცრუისა, ვნება გაუტანლობისა და დაბეზღებისა. აი ადამიანმა შექმნა ასეთი სრულ ღმერთებიც და მას ემსახურება. ის ვნებები გახდა მათი ღმერთები. მრავალი საგნის მეშვეობით მივდიოდი მე ცხოვრების საზრისთან. ამბობდა ერთი სასოწარკვეთილი ახალგაზრდა კაცი. მრავალი საგნის და მრავალი ადამიანის მეშვეობით, მაგრამ უკაცრავად საგნებსაც და ადამიანებსაც მივყავდი მე დაწყევლილი გზის გასაყართან, საკვირველებით გავარვარებულ გზაჯვარედინთა და მტოვებდნენ მასზე მარტო, გაკვირვებულს, გაოგნებულს და მასხარა დაგდებულს. დიახ, მასხარა დაგდებულს. საგნების მეშვეობითაც და ადამიანთა მეშვეობითაც ვიღაც ბილწად დამცინოდა. ვიღაც, ვინც საგნებზე და ადამიანებზე ძლიერია და მე არ შემეძლო წყევლის გარეშე ამ ტირანიის მოსმენა. ვინაიდან ეს იყო ყველაზე ცუდი სახის ტირანია. გამასხარავებული მე მივრბიოდი მარტოდ შენი გზებით ფილოსოფია, შენი გზებით მეცნიერება, შენი გზებით კულტურა და ყველაფერი ეს მთავრდებოდა უდაბურობით და უგზო უკლობით. ადამიანი ესაა გზა ახალი საშინელებებისა და ახალი ტანჯვებისაკენ. ადამიანის მეშვეობით დაბრძანდება რაღაც ურჩხული და ვინ იცის საით. ადამიანის სხეული მას ემსახურება ტრანსპორტის საშუალებად, რომლის ბოლო გაჩერება სიკვდილია. სიკვდილი ეს არის ტყვია გაუმტარი კედელი. სიკვდილი ეს არის წინსვლის შეუძლებლობა. როდესაც ადამიანი ირჩევს, ხოლო ის ვალდებულია არჩევანი გააკეთოს რაღაცას თავისი ცხოვრების საზრისად. მაშინ დაემან ეს საზრისი გადაკვეთოს სიკვდილის გზით და აღმოჩნდება გზა გასაყრის გავარვარებულ ნახშირზე, რომელსაც ადამიანი ვერ უძლებს უფლის გარეშე, თუნდაც რომელიღაც ღმერთის გარეშე. ამბობენ, ცხოვრების საზრისი არის კულტურა. გაწყვიტე ის სიკვდილით რა დარჩება ამ საზრისისაგან. გაწყვიტეთ ყველაფერი, რაც შექმნა ადამიანმა და რაც შექმნა ჰუმანიზმმა, სიკვდილით გაწყვიტეთ. შესაძლოა ამ ყველაფრიდან რაიმე იყოს ცხოვრების საზრისი. ჰუმანიზმი ყველაფერში მიჰყვება თავის სპეციფიკურ ლოგიკას. როდესაც განუდგა ღმერთს და ადამიანი აღიარა ღმერთად. მაგრამ ბოლომდე მიყვანილი ეს ლოგიკა უარყოფს ღმერთსაც და ადამიანსაც.
კოსმიზმი ეს არის ათეიზმის ყველაზე ბუნებრივი და ყველაზე ლოგიკური შედეგი. ვინაიდან ადამიანმა, რომელიც შეგნებულად განუდგება ღმერთს, არ შეიძლება არ დაასრულოს სამყაროსა და ადამიანის უარყოფით, თუ არ აავსებს მათ აზრითა და სიმართლით. ხოლო მისთვის ეს რომ შეუძლებელია, ადამიანმა უკვე დაამტკიცა და გვიჩვენა სხვადასხვა საშუალებებით. ადამიანს უყვარს ღმერთად ყოფნა. ამას უჩვენებს ჰუმანიზმი, მაგრამ ღმერთებიდან არც ერთს არ მოუხდენია თავისი თავის კომპრომეტირება ისე საშინლად, როგორც ადამიან ღმერთს. მას არ შეეძლო გაიაზრებინა არც სიკვდილი, არც ტანჯვა, არც ცხოვრება. შეუძლია კი ადამიანს იყოს მშვიდად და დაკმაყოფილდეს ასეთი ღმერთით, ხომ არ გრძნობს ადამიანი, როგორ ხარბად სწოვს სიკვდილის სურბელა მისი და ყოველი ადამიანის სულის თვალის ჩინს და კიდევ ამაყობს ადამიანით. ანუ ნახეთ რა მოხდა. ევროპაში ჯერ გამოაცხადეს, რომ არ გვინდა ჩვენი ღმერთი. უარყვეს თავისი ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთი და ადამიანი გააღმერთეს. ამას მოყვა მთელი, ასე ვთქვათ, ისტორიული გზა ისეთი, რომ თითქოს ადამიანი ჩანაცვლდა ღმერთი. ამან რელიგიაშიდაც იჩინა თავი პაპიზმის სახით. და რა მოხდა? როდესაც ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი დაშვებულია. ყველაფერი შეგიძლია აკეთო, რადგანაც სინდისის ქენჯნას უკვე ადამიანი აღარ განიცდის. და ასე ამგვარად მიდის ადამიანი ადამიანის წინააღმდეგ უკვე. რადგანაც ღმერთი არის სამართლიანი და მართლმსაჯული, ადამიანს ეს თვისება არ გააჩნია. ყოველი კაცი ცრუარს ამბობს ფსალმთმგალობელი დავითი, წინასწარმეტყველი. თუ ღმერთს უარყოფ, მაშინ ადამიანსაც უარყოფ. აი ასე დაემართა ევროპასაც. და ხედავთ ჩვენ ყველა დღეს რა ხდება ევროპაში. ხედავთ როგორ გაიმეტეს ევროპელი ხალხი ევროპელმა ხალხმა. რა მდგომარეობაში ჩააკენეს ევროპის ქვეყნები და ხალხი. და ეხლა ეს ყველაფერი უნდა საქართველოში გადმოიტანონ და ქართველ ხალხს აძახებინებენ ჩვენ გვინდა ევროპა. ევროპა ისეთი, რომელსაც არც ღმერთი უყვარს, არც ღმერთი ახსოვს საერთოდ, არც სამშობლო არ გააჩნია, რადგანაც კოსმოპოლიტურია ყველაფერი იქ და ევროკავშირი ამის დასტურია, რომელიც მოითხოვს თვითყოფადობის უარყოფას ყველა ქვეყნისათვის. ადამიანი, რომელიც დაიწყებს საუბარს ღმერთზე, სამშობლოზე კომპრომეტირებულია, მაშინვე მას აქვს უკვე საშიშროება იმისა, რომ განადგურდეს. იგი ხდება სამიზნე, ბოროტი ძალების ხელში. და ჩვენ გვინდა ასეთი ევროპა. სწორედ ამის შესახებ საუბრობს იუსტინე პოპოვიჩი გულის ტკივილით ევროპელი ხალხის გამო და იქაური მდგომარეობის გამო. ჰუმანიზმმა ძალიან დატანჯა და სასოწარკვეთილად განხიბლა ადამიანი. ევროპელი ადამიანი დაიღალა თაყვანისმცემლობისაგან, გაიტანჯა რა ადამიანის საშინელებებით. ჰუმანიზმმა განუტევა სული არნახული სიგიჟისაგან, ევროპული ომისაგან და დატოვა ევროპელი ადამიანი სასაფლაოზე. ისიც დაღლილი უბედურებებისაგან, ეგზისტენციის ტვირთით, დატვირთული, დათრგუნული, ევროპული სასაფლაოთი ქვითინებს და იცდის, რომ ვიღაცა დაამშვიდებს და გაათავისუფლებს მას მძიმე ტვირთისაგან. მანამ კი ის განადგურებული ტირის და ისდის ევროპულ სასაფლაოზე. ევროპულ სასაფლაოზე კი დააქრის მშვიდი და კეთილი მოწოდება ღმერთკაცისა. მოვედით შენ და ყოვლი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. კეთილი და ჭეშმარიტი ღმერთკაცი ასე მოუწოდებს თავისთან უბედურ ევროპელ ადამიანს. გაიგებს კი ის მის ძახილს, მოუნდება კი ამის გაგონება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგუთხოთ.